ასევე კაცი ფიზიკურად ძლიერია. მაშინ რო დაუსვი შეკითხვა, რომ მაშინ მამაკაცებს შორისაც უნდა იყოს უფროსი მცოცვა, ვინც მუსკულებიანია, ის უნდა იყოს უფროსი და ვინც ნაკლებად გამხდარი კაცია, ის უნდა იყოს დაჩაგრული მაშინ. ანუ ფიზიკურად ბიოლოგიურ მხარესაც მიიჩნევენ ამის ერთ-ერთ პირობად და ასევე ბუნებაში ასე. თუმცა რატომ არის ბუნებაში ამაზე არ უმსჯელიათ და ზუსტი პასუხი რომ რატომ მოექცა ქალი ამ მენტალიტეტისა და ტრადიციებს შორის ის რომ უმცროსი უნდა იყოს, ამის ზუსტი პასუხი არ იციან. თავიდან პირველი სექციის ერთ-ერთი კითხვა იყო ის რომ რა საქმიანობთ დღის განმავლობაში და რამდენი საათი გაქვთ თავისუფალი დრო. ქალების უმრავლესობამ ასე გადაანაწილა მამაკაცს და იქ სულ გამუქებული რო არის ქალის საქმიანობა და ღია ფერის არის მამაკაცის საქმიანობა. ძირითადად მამაკაცის საქმიანობად ასახელებენ სეზონურ სამუშაოებს, რაც მხოლოდ შემოდგომაზე ხდება, ანუ მიწის სამუშაოები. დღის განმავლობაში რუტინა ეგეთი, რომ ბავშვის მოვლა, ზრუნვა ბავშვზე, რეცხვა, ბაზარში წასვლა, ძროხის მოწვევა. აი მთელი ჩამონათვალი არის, რაც ქალი დღის განმავლობაში აკეთებს და კაცზე მხოლოდ მუშაობა. სხვა ჩაიხანაში გართობა და ტელევიზორის ყურება და რო ვუთხარ ეს საქმიანობა არის და ეს არის გართობა, ქალები მიიჩნევენ რომ ეს არის კაცის აუცილებელი დღის წესრიგი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოს. ისიც კი აღნიშნეს, რომ აუცილებლად კაცი არ უნდა დაბრუნდეს სახლში თავის დროზე. ანუ უნდა მოვიდეს გვიან სადილზე და უნდა რაც ძალიან გამიკვირდა. და საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ ქალმა იცოდეს, სად არის მისი ქმარი. და სწორედ ამ სქემას დაუკვირდით ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან კარგი შედეგია იმისა, დასკვნის სახით შეგვიძლია დავასკვნათ ერთი ძალიან კარგი რამ, რასაც ბოლოს შემოგთავაზებთ ამ საქმიანობების გადანაწილებიდან გამომდინარე, რა დაბრკოლება აქვს ქალს. კარგით, ძირითადად უკვე გადავედით მეორე სექციაზე, რაც ეხება რა საქმიანობს ქალი ოჯახს გარეთ. აქ არ იგულისხმება მხოლოდ მუშაობა, აქ იგულისხმება მეზობელთან სიარული გასართობად იქნება, რამე სამოქალაქო სათემო აქტიურობაში ჩართვა, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის დროს, აი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის იქნება ეს საინტერესო. ძირითადად ქალები ოჯახს გარეთ თუ გადიან, არიან ან მასწავლებლები, ან სასწრაფოს ექიმები. ეს ორი პროფესია არის ძირითადად ქალურ პროფესიად აღქმული, რასაც მოაქვს სტატუსი და რასაც მოაქვს ის, რომ ქალი არის თემში პოპულარული ადამიანი. თუ ხარ მასწავლებელი და თუ ხარ ექიმი. ვერაფრით ვერ წარმოუდგენიათ ქალი პოლიტიკოსი, ქალი დეპუტატი, ქალი რწმუნებული ვერ წარმოუდგენიათ. თუმცა მოსწონთ აზერბაიჯანის მაგალითი, რომ მილი მეჯლისში ბევრი ქალია წარმოდგენილი, მაგრამ საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენიათ აქტიურ მოქალაქეებად და პოლიტიკაში. ეს იყო ყველაზე თავარი. მოსწონთ, მაგრამ თვითონ არ უნდათ, რომ იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში. სახლის გარეთ საქმიანობა არის ბაზარში სიარული და მაღაზიაში. და სოციალური პრობლემებიდან რო ვკითხე, რა გაწუხებთ? დაგვისაქმეთ მამაკაცები. არავინ არ ფიქრობს, რომ დაგვასაქმეთ. უნდათ, რომ დასაქმდნენ მათი ძმები, მეუღლეები და ოჯახის სხვა მამაკაცი წევრები. ეს არის მათი ნომერ პირველი პრობლემა. მათ პირველად გაიგეს ჩვენგან რომ არსებობს სოფლის პროექტი, სადაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. წარმოდგენა არ აქვთ, რაც შეეხება ის საქმიანობები, რასაც თვითმმართველობა ახორციელებს სოფლებში, გაუგიათ. თუმცა რა პროექტის ფარგლებში, რა თანხა დაიხარჯა და საერთოდ ის თუ შეუძლიათ მათ რომ მათი საკითხიც წამოაყენონ, წარმოდგენა არ აქვთ. და რაც მთავარია, რა შემთხვევაში გაქვთ ურთიერთობა რწმუნებულთან, ადამიანი, რომელიც არის შუამავალი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის. ცნობა როცა მჭირდება სოფლის რწმუნებულთან, მხოლოდ მაშინ მივდივარ. სხვა დროს ცენტრში იგულისხმება სოფლის საკრებულო, არც მივდივარ. აქ კი არავინ გვაკითხავს. ყველაფერი რაც გარეთ ხდება, ჩვენმა ქმრებმა იციან. ცენტრში კაცები დადიან და პრობლემებზეც ისინი საუბრობენ. ასევე კაცები ცენტრში ახალ ამბებსაც გებულობენ. პრობლემებზე ქალმა არ შეიძლება ისაუბროს, ამას კაცები წყვეტენ. ანუ
ხმამაღლა საუბარი არის კაცის საქმე. ქალის ხმა მიაჩნიათ, რომ პრობლემების გადაწყვეტის დონეზე არ უნდა ისმოდეს. ამას ყველაფერს კაცი აკეთებს. თუმცა რო ვკითხე, ის პრობლემები, რაც თქვენ გაწუხებთ, იციან თქვენმა მეუღლეებმა, რომ მიიტანონ თქვენი ხმა. ამაზე ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, ეს მათ არ იციან, ჩვენ რა გვაწუხებს. არასდროს გვილაპარაკია იმისთვის, რომ მე მინდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტი ჩემს სოფელში. ჩემს ქმართან ამაზე არ მისაუბრია. რო ვკითხე, მაშინ როგორ მიიტანს ის რწმუნებულამდე შენს პრობლემას, თქვა, რომ არ ვიცი, ანუ ასე როცა ჩავუღრმავდებოდით, მათ რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხი არ ქონდეთ. რატომ არ დადიან ქალები ცენტრში? ანუ სოფლის იქ სადაც ხდება სოფლის პრობლემები. რაც როგორც მათ აღნიშნეს, ნიშნავს სამოქალაქო აქტიურობა, მათ წარმოუდგენიათ ცენტრში სიარულით და რწმუნებულთან გასაუბრებით. ქალის აზრი მეორე ადგილზეა. მენტალიტეტია ასეთი, რომ წავიდეთ იჭორავებენ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ჭორაობა. თუ ქალმა ხმა მოიღო, მასზე ჭორაობენ, რომ ის გიჟია და არ აქვს ამისი უფლება. ზედმეტად თავისუფალი ქალია, რადგან საუბრობს საკუთარ პრობლემებზე. თუმცა, თუ რწმუნებული დაიბარებს ქალებს და ეტყვის, რომ თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩემთან შესახვედრად, ამ შემთხვევაში მიდიან. ამ შემთხვევაში აღარ ჭორაობენ. ანუ საკუთარი ინიციატივა ჭორაობის საგანი. ამიტომ რეკომენდაცია იქნება რწმუნებულებისთვის, რომ დაიბარონ ხოლმე, როცა ასეთი რამ ხდება კულტურული წესია, მაშინ უნდა დაიბარონ თვითონ რწმუნებულებმა ამ შემთხვევაში, რადგან კი, დადიან. არა, მარტო ქალები არა. ამ შემთხვევაში შეიძლება შემუშავდეს. ეხლა მე არ შემიძლია რეკომენდაციის მიცემა. შეიძლება მოვიფიქროთ, მოიფიქრონ რწმუნებულებმა რაღაც ისეთი მეთოდი, რომ ჩართონ ქალები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როცა ხედავენ, რომ ქალები თავად არ აქტიურობენ, 1-2 ქალი შეიძლება გამოარჩიო აქტიური და ყოველთვის შეხვედრები იქნება თუ რამ დაიბარო. როცა თვითონ ქალი არ აქტიურობს, რაც ხშირად ხდება აზერბაიჯანულ სოფლებში. იმიტომ რომ ქალებმა თქვეს, თუ დაგვიბარებს ჩვენ მივალთ. ქურთლარის მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. სოფელ ქურთლარში საკრებულოს შენობაში არის სასწრაფოს ასე ნახე ოფიციალურ წყაროებში. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში ქურთლარი ეწერა, რადგან ჩავთვალე რომ ეროვნული დოკუმენტი იყო, მეც დავარქვი ქურთლარი. მოკლედ, ძალიან საინტერესო მაგალითი იყო, იმიტომ რომ საკრებულოს შენობა და სასწრაფოს შენობა არის ერთად. რადგან სასწრაფოში ქალებს უწევთ სიარული და რაღაც გადაკვეთაზეა საკრებულოსთან, იქ ყველა ქალმა აღნიშნა, რომ რწმუნებულთან აქვს შეხვედრა, იცის სოფლის პროექტთან დაკავშირებით, რა კეთდება მის სოფელში, რა იგეგმება. მეტწილად განათლებული ქალები იყვნენ სწორედ ქურთლარში, იმიტომ რომ თქვეს, რომ ერთ შენობაში არის ისეთი ადგილი, სადაც ქალები დადიან და ეს თითქოს გავლენას ახდენს მათ აქტიურობაზე. რა საკითხის მოგვარებას სურთ ქალებს? თუ რწმუნებულამდე არ მიდის ეს, ჩვენ მაინც ვკითხეთ. პირველი, წყლის პრობლემის მოგვარება, რადგან ქალია წყლის ძირითადი მომხმარებელი. მეორე, ბავშვებისთვის გასართობ გამოჯანსაღებელი ცენტრები. მესამე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრები არა მარტო ქართულ ენაში, არამედ სხვა საგნებშიც. მეოთხე, სკოლაში კეთილმოწყობილი ბუფეტები და მეხუთე, ძლივს ვათქმევინე ის პრობლემა, რაც უშუალოდ ქალს უკავშირდება და არა მათ შვილებს და ოჯახს. ეს არის ქალთა ცენტრები. ქალთა ცენტრებში იგულისხმეს სამედიცინო ცენტრები, საერთოდ არ აქვთ განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, საერთოდ არ იციან გინეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული თემები და შემდეგ კიდევ ამ თემის გაგრძელება მომდევნო სლაიდზე კიდე მაქვს. ასე ქალთა ცენტრში იგულისხმეს ის ადგილი, სადაც ქალები ივლიდნენ. გვინდა ვიაროთ, გავიდეთ სახლის გარეთ, მაგრამ სად წავიდეთ არ ვიცითო. გარეთ ვერ დადიან პარკებში, იმიტომ რომ მამაკაცებიც არიან იქ, ანუ ქალის სფერო უნდათ, ქალის საკუთარი რაღაცა არეალი. აქტიური მოქალაქეებს თუ იცნობთ, თქო, ვინ ვკითხეთ, ძირითადად კაცებს იცნობენ აქტიურ მოქალაქეებს. და ძალიან კარგი განმარტება გქონდათ მათთვის, რას წარმოადგენს აქტიური მოქალაქე, რომ წვეთ სათემო საკითხებს, პრობლემებს აყენებს, სხვისი ბედი აღელებს და ძალიან კარგი განმარტება გქონდათ. თუმცა რომ ვკითხა, რომ ქალებიდან ბევრი იფიქრეს და მოიფიქრეს, რომ მასწავლებლები არიან აქტიურები, მხოლოდ
ოღონდ მხოლოდ საკუთარ სფეროში, ის რომ ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებს, მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ის ქალი აქტიურია და ეს ჩემი აზრით ცუდია, ჩემი სუბიექტური აზრით, იმიტომ რომ მხოლოდ წარმოგვიდგენია ქალი მასწავლებლად და გვინდა რომ სასურველი პროფესია ქალისთვის გვემეტება მხოლოდ მასწავლებლობა. რაც აღზრდასთან არის კავშირში და ამიტომ წარმოგვიდგენია ქალი საუკეთესო მასწავლებლად, იმიტომ რომ ბავშვებს ზრდის და სხვა სფეროში ვერ წარმოგვიდგენია ქალი. და ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელი უფლებების დარღვევა შეინიშნება მათ გარშემო. იყო რომ სამედიცინო მომსახურება სოფლებში რო არ არის და აი მაგალითად კაჩაგანში სახლში მშობიარობენ ქალები, არ ვიცი, ალბათ ვერ ჩამოყავთ მარნეულამდე. ინფორმაცია რომ არ აქვს სათემო დონეზე რა გადაწყვეტილებები მიიღება, მშობლები რომ შვილებს ცემენ, ქმრები რომ ცოლებს ცემენ, შვილების აზრს რომ არ ითვალისწინებენ, ოჯახში სიტყვის თქმის უფლება რომ არ აქვთ, თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება რომ არ აქვთ, ფინანსური დამოუკიდებლობა რომ არ აქვთ, ეს არის უფლებების დარღვევა, მაგრამ ეს ნორმალურია. არაუშავს ეს უფლება რო ირღვევა და არც არავის აკითხავენ რომ ეს უფლება არ იყოს დარღვეული. ერთადერთი სოციალური უფლების დარღვევა დღეს რომ სკოლები რო ართფება, მიგვაჩნია რომ ჩვენი და ჩვენი შვილების უფლება ირღვევა, იმიტომ რომ სიცივეში უწევთ განათლების მიღება. ეს იყო ერთადერთი სოციალური უფლების დარღვევა. არა, ესეც სოციალურია, მაგრამ სოციალურ-პოლიტიკური, უფრო სხვა ჭრილში დანახული პრობლემა იყო ის, რომ სკოლები ართფება. ქალი და პოლიტიკა. მესამე სექციაზე გადავედით. არჩევნებში მონაწილეობენ. ქალები მონაწილეობენ არჩევნებში და ძალიან კარგად. ამბობენ, რომ ეს მათი მომავლისთვის არის აუცილებელი. კარგად აქვთ გააზრებული არჩევნების როლი მათ ცხოვრებაში. მაგრამ არც ერთ პარტიასთან არ ქონიათ წინასაარჩევნო შეხვედრა. მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა დაასახელეს ისიც მასწავლებლების ჯგუფმა. სხვა სოციალურ სტატუსის ქალებს არც ერთ პარტიასთან წინასაარჩევნო შეხვედრა არ ქონია. და ისევ ქალი და კარიერა, ქალი და პოლიტიკა. უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა, რადგან ქალის პრობლემები უფრო მეტად გადაწყდება, ფიქრობენ, მაგრამ თავად ვერ იქნებიან პოლიტიკაში ჩართულნი. და ფიქრობენ, რომ მენტალიტეტი ასეთი, რომ ჩვენთან აზერბაიჯანული მოსახლეობა ქალს არ მიიღებს. ისტორიულად ასია, პოლიტიკა კაცია, ქალი კანდიდატებიც არ არიან, განათლება კი გვაქვს, მაგრამ ამას ვერ ვაჩვენებთ. ზუსტი მიზეზი კი რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში, არ ვიცით. კანონია, რომ კარიერას კაცები იწყობენ, თაობებია ასე გადადის.